ახლა ალბათ გვიყურებენ ის ახალგაზრდებიც და პრინციპში არა მარტო ახალგაზრდები, ვინც დღეს ფიქრობს დედაქალაქიდან წასვლაზე. რას ურჩევდი მათ? ხო, რა უნდა გაითვალისწინოს? პირველ რიგში უნდა გაიაზრონ, რომ არის სხვა ტემპი, სხვა გულისცემა, სხვა მენტალიტეტი და ეს მენტალიტეტი გაცილებით ძლიერი არის ვიდრე თბილისში. რაც უფრო ერთგვაროვანია საზოგადოება, უფრო იგრძნობა ხოლმე. რაც უფრო ერთგვარია, უფრო იგრძნობა, ხო? ანუ რაღაც დონეზე უნდა გააზრებული კონდეს, რომ აი ამ ყველაფერთან მოუწევს ესე რომ თქვათ პირისპირ შეხვედრა. ხა მე რო თბილისში ვცხოვრობ პირობითად ამ ბათუმში, ხო? ანუ დიდ ქალაქში და ანუ შემიძლია ძალიან თამამად თანამოაზროები მყავდეს 100 და 200 კაცი, იქ შეიძლება აზრობრივად გეთანხმებოდნენ, მაგრამ ვერ გააკეთონ, ან არ გააკეთონ, ან არ თქვან. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩემი რჩევა იქნება, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს, სადაც მიდიხარ, ხო? აუცილებლად გააზრებული გქონდეს ეს. აი, ჩემი დაკვირვებითაც რეგიონებში თითქოს ხალხი, ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ზოგადი სურათი ჩემთვის ესეთია, რომ